მოგესალმებით ლენკას და ელოშას არხზე დავბრუნდით. ლენკა ძალიან ნერვიულობს, რატომღაც დიდი ხანი არაფერი რო არ გადაგვიღია, ეხლა ფიქრობდა, რომ კიდე წელავდა, რომ რაღაცა ვერ ვიზამთ, არ ვქნათ და აქამდე მოიყვანა დრო. დაახლოებით 1 წელია არხისთვის ვიდეო არ გადაგვიყია და საერთოდ მე მქონდა ის იდეა, რომ ცალკე პოდკასტების არხი შემექმნა, რომელსაც ადრე აქტიურად გაწერინებდით და ვფიქრობდი, რომ იქ უნდა დამევიდო ცალკე პოდკასტები. რადგან ჩვენი არხი შეჩერდა და გიორგიმ ცალკე არხი გააკეთა, რომელზეც ასევე შეჩერდა, გადავწყვიტე, რომ ეს არხი ყოფილიყო ორივე არხი, სადაც ჩემი იდეების განხორციელდებოდა და გიორგის იდეები. იმისთვის, რომ პოდკასტები დამეწყო, ოთახის რეკონსტრუქცია მოვახდინე. საერთოდ ყველაფერი შეცვალე, რომ ფარდად ჩავმეკიდა გრძელი და იმ ფარდის ფონზე დამსხდარიყავით, მაგრამ გუშინ გადავწყვეტე რანდომად, რომ მაინც საწოლი გამომეყენები. ორი სკამი და კომოდი რომ ვიყიდეთ, ეგ ინფორმაციაც არ დაიკარგოს თუ შეიძლება. არხის ახალ ფორმატს რაც შეეხება, ჩემ თავზე ვიღებ მე პოდკასტებს და ვლოგებს, როცა საჭიროება მოითხოვს. გიორგის აქვს რაღაც პროექტების იდეები, რომლებსაც ასევე ამ არხზე დავდებ. ხო და ჩვენი პირველი პოდკასტი არის როგორ დაიწყო ყველაფერი და ამაში იგულისხმება ჩემი და გიორგის ისტორია, ამ არხის გაკეთების ისტორია, ჩვენი საერთო პროექტების ისტორია, საერთოდ ყველაფერი რაც მე და გიორგის გვაერთიანებს. 2 წლის წინ, როცა მე და გიორგიმ დავიწყეთ ურთიერთობა, ყველაზე ხშირად ასმული შეკითხვა იყო, როგორ გაიცანით ერთმანეთი და მე ჯერ კიდევ მაშინ ვამბობდი, რომ არ მოყვებოდი ამას საჯაროდ, სანამ პოდკასტს არ გავაკეთებ. პოდკასტების დაწყების იდეა გააჩინა იმად, რომ მე მომეყოლა 40 წუთის განმავლობაში მელაპარაკა იმაზე, თუ როგორ გავიცანი მე გიორგი. ძალიან გენიალური გაცნობა იყო. ჩემი მათემატიკით ადამიანები ეგრე უნდა იცნობდნენ ერთმანეთს და არა ესე. ჩემი და გიორგის გაცნობის ისტორია განვავრცო და ვილაპარაკო დროის ხაზზე და როგორ არის ყველა და ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული. ასე რომ გიორგი, აბა მოგვიყევი, როგორ გამიცანი და სად? ერთი კითხვა მაქვს. ბოლომდე მოყვე ეს ფრაზა უნდა თქვა? ჰა? კი, მოკლედ რატის და G2G-ს უნდათ რაღაცაზე საუბარი რა, ერთმანეთთან შეხვედრა უნდათ რაღაც პროექტის ამბავში რა. G2-ს უნდოდა მე მგონი და G2-მ დაურეკა რატის რომ გამოვალთო და მე მაშინ რატისთან მუშაობდი და ლენკა მუშაობდა G2G-სთან და ყველანი მთელი მაფიის კომანდა რატის ბარში იყვნენ და ჩვენ გვეულდებოდნენ და მე რომ მითხრეს რომ იქ მივდივართ და ესენიც იქნებიან მე ლენკა მომწონდა ეს შორიდან მეტრფოდი რა ეგრე ვიყავი რა შორიდან მეტრფოდი ძალიან მომწონდა და არ იცოდა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ხო რომ მივედით იქ ჩემი მაქსიმალური სოციალიზაცია ჩავრთე და მთელი ენერგია ჩავდა იმაში რომ რაღაცნაირად ლენკასთან კომუნიკაცია დამემყარებინა და კარგადაც გამომივიდა ჩემი აზრით. აქ თემა ის არის, რომ როცა შეკრებილები ვიყავით და გიორგი მოვიდა, მე ვიცოდი შორიდან ვინც იყო, მაგრამ მე წარმოდგენაში მქონდა, რომ ელოშამ არ იცოდა ლენკა ვინ იყო და ძალიან გამიხარდა, რომ გავიცანი რა, თან ისე უშუალოდ გავიცანი და რაღაცა ხელი ესე გამომიშვირა და მოარტყიო და მეთქი ვათ და ანუ რა ხდება რა, ანუ იმიტომ რომ არ მომწონდა, არც ვფიქრობდი რომ შეიძლებოდა რომ მომწონებოდა, უბრალოდ როგორც კოლეგა ისე გამიხარდა რომ მიცნობდა. თან მე G2G-ს გუნდიდან ერთადერთი იყო ლენკა, ვისაც არ ვიცნობდი. ვისაც არ ვიყავი შეხვედრილი. კოპალას იცნობდი. კოპალასაც ვიცნობდი, ანანოს დიდი ხანია ვიცნობ საერთოდ და G2-საც ვიცნობ. ნინის იცნობდი, არ იცნობდი. ნინიც მაშინ ნინი ჩვენ გუნდში იყო. ნინი არ ითვლება რა, ნინ და შენ ერთი გუნდი იყავით და ერთად გაგციეთ. მაგ დღეს მახსოვს, ნინიც ხო იყო მაშინ შეკრებაზე და ისე არ მოეწონა გიორგი, ჯერ სანამ გაიცნობდა, იქამდეც არ მოსწონდა და ჩემთან ეს ყურში ლანძღავდა გიორგის ესე მელაპარაკებოდა, რომ ეს ისეთი და ეს ასეთი და ისი და იმენა. აი, არ ვიცი, ყველაფერი ამოუტრიალა ბიჭს. არა და არაფერი არ მქონდა დაშავებული არაბისთვის, არც ახლა არ მაქვს არაფერი დაშავებული არაბისთვის. ჩემთვის ცხოვრობდი და პროსტა, ჩემი კონტენტის გამო ალბათ არ მოვწონდი ბევრ დედრს. ხო, კონტენტის გამო არ მოსწონდი. ზვიად გამსახურდია რომ არ მოგწონს, მაგიტომ არ მოსწონდი და ასე შემდეგ. მაგრამ მე ხო შენი კონტენტიც არ ვიცოდი რა. უბრალოდ ვიცოდი რომ TikTok-ს აკეთებდი რაღაც. მე თან ცოტნეს მეგობარი ვარ, ცოტნეს ვაფოლოვებდი და ცოტნესთან სტორიებში გნახულობდი და მეთქი ვაუ რა რენდომი კოლაბორაცია, მეთქი ცოტნესთან რო ესე დაახლოვდა თქო რა, პროსტა მაგას ვფიქრობდი შენზე. ხო და მოკლედ მაგ დღეს გავიცანი, უბრალოდ ერთი და იგივე ადგილას აღმოჩნდით ერთი და იგივე დროს. ისე თან სამსახურეობრივ ამბავში ვიყავით ორივე რა, მე საქმის გამო ვიყავი იქ მისული და ესენი საქმის გამო იყვნენ შეკრებილი. ისე მოხდა რომ G2G და რატი ვერ ითანამშრომლეს მაშინ, ვერ ჩამოყალიბდნენ საერთო გეგმაზე, მაგრამ მე და გიორგიმ დავიწყეთ თანამშრომლობა. აქ ყველაზე უცნაური იყო ის, რომ მე მეგონა რომ გიორგი ძალიან მეგობრული ადამიანი იყო და იმიტომ მაგცევდა ყურადღებას, რომ გიორგის ტერიტორიაზე ვიყავი და როგორც სტუმარს ისე მეკცეოდა. მიფს მოგკოდა იქ კუთხეებში. მე რომ იქ ტასოსთან ერთად სვამდი, ეგეც შემთხვევითი მეგონა და მეთქი ვაუ რა კარგად დაემთხვა. და იქით რო
რომ გიორგი რაღაცებს მეკითხება და აბოლენკა როგორ ხარ და აბა რა მე ხარ გჭირდება, მეთქი ვაუ როგორ ის სტუმართ მოყარე ადამიანი, ამას ვფიქრობდი. მე ვერც კი დავუშვი, რომ გიორგის მოვეწონე კი არა, იქამდე მოვწონდი საერთოდ. ზაკრული გეგმით იყო წარმოდგენილი პირველივე შეხვედრის დროს. ბოლოს გიორგი დილის 5 საათია უკვე სახლში მიდის, მეც მალე ვაპირებ წასვლას და ძალიან ყავის ქურთოკერ მეცვა და გავიხადე და გავიხადე მაგაზე. მაგ დროს მივედი და ლენგას ყურში ვეუბნები რომ მეთქი რა დებილი ვარ თქო, რო გაიხადე ახლა მიწევს წასვლა მეთქი. ხო და ჯერ ეგ ხო ვერ გავიგე, ეგ ფრაზა აი არც შორიდან საერთოდ ახლოსაც არ მომყარებია რა, ვერ მივხვდი რა მეჩურჩულა და მეთქი რა გიორგი ხო და მეთქი აბა როგორ ვერ გავიგე და არაფერი წავედიო და კარგად ხო და მაგ დღეს მეც რომ მივედი სახლში მეორე დღეს რომ გავიღოზე დილის 7 საათზე მხვდება ცოტნეს ნარეკი გიორგის ნარეკი მესიჯები რომ მეთქი რა ხდება რა და გიორგიმ წერს ბოდიშიო მეთქი რისთვის მე არ ვიცი რაზე მიხდეს ბიჭი ბოდიშს და მაგ დღეს შემდეგ რომ მომწერა ერთი თვე გაუჩერებლად უწერდი. თავიდან არა, გაჩერებაც იყო სადღაც შუაში. არა, ერთი თვე გაუჩერებლად უწერდი. ოღონდ პირველი ერთი კვირა ვერ ვხვდებოდი რომ როგორც გოგოს ეგრე მწერდა. მე მეგონა რომ მე მეგობრებოდა ხალხო. ოღონდ არ ვაჭარბებ, მართლა ეგრე მეგონა. მე უცებ ძალიან რენდომად ისაც საკითხებზე დაიწყო ლაპარაკი, რომ გადაფასება მომიწია ცხოვრებაში რაღაცების და მე რა საკითხებს გულისხმობ? რა საკითხებზე არის საუბარი, რომ ვიცოდე? ვერ ვიტყვი მაგას. ბიჭო, ვერ იტყვი კი არა, პირიქით რაღაცა ცუდი რო არ ეგონთ, ჩემი სიმპათიების გამოხატვა დავიწყე უბრალოდ, თორემ მეტი არაფერი არ. არა, მოკლედ გიორგი, ერთი კვირის, ორი კვირის თავზე სადღაც მაგრძნობინა, რომ ქანა პროსტა მწერდა, ანუ რენკო თვალდა მოგიყვანო რა. ხო გაგიჟდიო, ცოტა დალაგდიო. მე ერთ მომენტში ისე გავაბრაზე, რომ ერთი მითხრა, რომ კაი მე წავედი და აღარ მოგწერო და როცა მზად იქნები, მაშინ შემეხმიანეო და 8 საათში მზად იყავი შენ. არა. მე მოგწერე შენ იყავი მზად უკვე. გავიდა. აი აქ მზად იყავი. არა. გავიდა 5 საათი და მწერს. მეთქი, აბა გიორგი აღარ ვაპირებ ცხოვრებაში გამოჩენას და რაღაცები რო ვილაპარაკე, ეგ სად არის თქო და მაგის შემდეგ უკვე დალაგდა ჩემს ტვინში რომ გიორგი მეჩალიჩე. ხამდე ვერ მიხვდა. ვერა, მართლა ვერ მიხვდა. აი ხა კი არის ხალხი ღირსი რომ ის ქრირები წავაკითხოთ. მანდ რომ ვერ ხვდებოდი რაღაცებს რომ ვერ ხვდები, ეგ უკვე შენში იყო პრობლემა. მალდიდან ორი კვირის განმავლობაში კიდევ გაუჩერებლად წერდით ერთმანეთს. მერე წავედი ნინისთან ერთად სვანეთში და ღამის 3 საათზე აივანზე სიცივეში მინუს გრადუსებში ვდგავართ და მეთქი ნინი რაღაცა უნდა გითხრა. და მოვყევი რომ გიორგის წერდა. ნინი იყო კატეგორიულ უარზე, რომ არ გაბედო და ელუშასთან არაფერი არ გქნაო. და ახლა მისი ქმრის ნათლია ვარ. ეს ინფორმაციაც რო იცოდეთ. ნინის შვედი ქმარი არის გიორგის ნათლული. გიორგიდ მონათლეთ ან. მეორე დღეს რო ჩამოვიდი სვანეთიდან, ეგრევე ნიკი ვნახე და ნიკისაც მოვიყევი, მეთქი ნიკი. I have to tell you something. ნიკი იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც მითხრა, რომ თუ ესე გაბედნიერებს და ესეთი ბედნიერი ხარ და ესე იღიმი და ესე გიფონცქოლებს გულიო ნახეო და შენკენ ვარო რა. აი ნიკი მეგრო მითხრა. იმავე დღეს გიორგი ვნახე ღამე ერთად ცხოვრობ. ძალიან ახლოს ცხოვრობთ ერთმანეთთან. ცხოვრობდით. ერთმანეთთან ძალიან ახლოს ცხოვრობთ. ერთი პარკი გვაქვს საერთო, სადაც შეიძლებოდა რომ მინახა და დავსხდარიყავით და გველაპარაკა და იმავე ღამეს ვნახე. მაგ ღამეს უკვე მივხვდი რომ მეთი აი ძალიან მიყვარს რა. რა თქმა უნდა არ ვიცახი ამას, ანუ ჩანსი არ იყო რომ მე გიორგის ეს მეთქვა რომ აი 20 წუთი ვნახე და მივხვდი რომ მაგრად მიყვარ ხარ. ესე ახლა აქ ამ მომენტამდეც არ ვიცოდი ეს ინფორმაცია მე, არ ვიცი. მე ყველაფერს მიმალავე. მე მეორე ღამესაც ეგრევე გადაბმულად ვნახე და მანდ უკვე ვაკოცე, მე ვაკოცე. ოკეი. თვითონ რცხვენოდა და ნერვიულობდა და თვალები უელამდებოდა. ეგ თვალები ელამი მაქვს უბრალოდ, ეგ ახლა. გიორგი რომ ნახე პირველ ღამეს რატის ბარში, როცა შევხვდი, გიორგიზე ვიფიქრე, ეს რა მახინჯი ყოფილა თქო. იმიტომ რომ მახინჯი და ელამი, იმიტომ რომ მე რამდენჯერაც თვალებში ჩავხედავდი, ასე გაურბოდა სადღაც თვალები და ვერ ხვდებოდი ეს იბალი. სირცხვილია. და მე მგონა რომ მაგარი ელამი იყავი. ვაფშე არ ვარ. მე გამახსენდა რომ სათვალესაც ხმარავდი და მეთქი ვახ ელამი ყოფილა რა. ეთყობა სათვალეს საწყალი. მაგის მერე აი თქვენ შეიძლება დღესაც ვფიქრობთ რომ გიორგი ლამაზი არ არის, მაგრამ გიორგი არის ყველაზე ლამაზი ადამიანი, ვინც კი მინახავს. თუ მაგას ფიქრობთ, შეგიძლიათ ავიდან
გამოიწეროთ ეს არხი? ჩვენ გაცნობის ისტორია ეს არის, მაგრამ ჩემი ყველაზე საყვარელი მომენტი ეს არის, რომ გეორგიმ გამახსენა, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა მე და გეორგი ერთმანეთს გადავეყარეთ. აქამდე ორჯერ მყავდა ნანახი, ოღონდ მე არ ვიცოდი, რომ ნანახი მყავდა. გეორგი მიცოდა. ანუ არ მახსოვდა. არ გახსოვდა, თორე ხო იცოდა. იმდენად უმნიშვნელოდ ჩავთვალე. არანაირად არ იყო უმნიშვნელო. და იმდენად რენდომ შეხვედრა იყო, რომ არ მახსოვდა, რომ ნანახი მყავდა. ავტობუსში გადავეყარეთ. მე რომ გამახსენა რომ იცი ლენკა მე და შენ ერთმანეთი აი იქ ვნახეთ. მე ვიყავი სხვა ადამიანთან ერთად. ეს მიყურებდა მე. ველაპარაკებოდი იმას. ის სხვა ადამიანი ელაპარაკებოდა გიორგის და იმ სხვა ადამიანმა მითხრა რომ ეს იცი ვინ იყო? მეთქი ვინ იყო? ვინ არის? და ნუ კოჩა ელოშა არისო და იმ ადამიანისგან ვიცი რომ ელოშა არსებობს. და მე რომ გამახსენა ეგ შეხვედრა ძალიან დავწებე გონება და გამახსენდა როგორ მიყურებდა თვალებში და ეს იყო ყველაზე რომანტიკული შემოხედვა რაც კი გიორგის ქონია აქამდე ჩემს მიმართ. და მაშინ ეგ არ ჟებს კარგად. აი როგორ მიყურებდი იცი რომ აი ლენკა შემამჩნიე. ისედაც ხედავდი. ერთი 7 ჯერ გამომხედა, მაგრამ იცი როგორ აი დღემდე ეგრე იყურება ზოგადად ადამიანებს ეგრე უყურებს მე რასაც დავაკვირდი. აი ესე გახედავს, გამოხედავს, არ ახსოვს რა დაინახა ვაფშე. და ეგრე მიყურებ და ერთი 14 წამი მაინც. ერთმანეთს გაცნობის და დაახლოების შემდეგ გამომეტყდა რომ დიდი ხანია მე ვასწავლე. წლებია ძალიან ისე ჟღერსო შეიძლება ვიღაც პედოფილიც ვეგონო. ამიტომ წლებიას ნოიწვე. დიდი ხანია რა. რა ისტორიებსაც მეყვებოდა იქიდან 2 წლის თავზე გავიცვენი და ანუ 1-2 წელი ვიც მოწონვა რა შორიდან. რა მექნა რატო არ უნდა მომწონებოდი? რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, უფრო მეტ ფაქტს და დეტალს ვაკავშირებდი ერთმანეთთან რა, მაგალითად, როგორ შეიძლებოდა რომ იქ აღმოჩენილიყავი, როგორ გვიმართლა რომ აი ერთი და იქ კორპუსის დაშორებით ვცხოვრობთ და საერთოდ როგორ არ გვიმართლა რომ კორპუსის დაშორებით ვცხოვრობდით მინიმუმ 9 წელი და მხოლოდ 9 წლის თავზე გავიცანით 9 წლის წინ რომ გამეცანი ძალიან პედოფილი იქნებოდი 9 წლის წინ რომ გამეცანი ადამიანად ვერ ჩაგთვლიდი ბავშვი იქნებოდი მთელი ცხოვრება მართალია ხო და ნუ მოკლედ როგორ დავიმთხო რომ 9 წელი ერთად ვცხოვრობთ ფაქტიურად არც ერთხელ არ გადავყრილვართ ერთმანეთს ერთ სიტუაციაში არ მოხდაროთ იმის მიუხედავად რომ მე 5 წელია YouTube-ზე ვარ გიორგი რავი რაც თავი ახსოვს და სფეხოს სფერო არ იცვლება და არ გადავიყარეთ არასდროს ერთმანეთს და როგორ კარგად დაემთხვა რომ იმ დღეს იმ დროს მე თან ეგ შეხვედრა ჩემი მოფიქრებული იყო მაგ შეხვედრის დრო და დღე იმიტომ რომ მარტო მაგ დღეს მეცალა ხუთშაბათი იყო ეგეც კი მახსოვს ფრანგულის ლექციის მერე ჩამოვისერნა თავისუფლებამდე და მოკლედ ძალიან ესე მახსენდება რა კარგად როგორ ყველაფერი საათივით აეწყო იმისთვის რომ მე და გიორგის ერთმანეთი გაგვეცნო რაც უფრო მეტი დრო გადიოდა ხვდებოდი რომ ის დროის ხაზი რომელშიც მე ცალკე ცხოვრობდი და რომელშიც გიორგი ცალკე ცხოვრობდა იმისთვის გამზადებდა ორივეს რომ ერთმანეთს იმ დროს და იმ მომენტში შევხვედრილიყავით მე რომ ხუმრობა არ დამეწერა სტორიზე რომ იუთუბერობა ხო არ დამიწყო მე იუთუბერობას არ დავიწყებდი არავინ არ მიბიძგებდა იმისკენ რომ იუთუბერობა დამეწყო და G2G-ს არ გამაცნობდი ის ადამიანი ვინც მიბიძგა რომ იუთუბერობა დამეწყო G2G რო არ გამეცნო მე მაფიაში არ მოხვდებოდი მაფიაში ვარ მოხვედრილიყავი მაფიის პროექტზე არ ვიმუშავებდი და აქეთ ცალკე გზელდება გიორგის ისტორია შეიძლება არ ცნობოდი ო მაფიიდან გამიცნობთ რაღაც პირველად მაფიასთან ასოცირებული იყო და ცალკე მან ჩემი დროის ხაზი ხო ვითარდება რაღაცნაირად აი უბრალოდ მამაც შემაწყო კომპიუტერი და სურათი დავდეს სტორიზე რომ მეთქი ჰაჰა იუთუბერობა ხო არ დამეწყო იმიტომ რომ ეგეთი იუთუბერული კომპიუტერი იყო და მაგაზე დამირეფლია იმ დროისთვის მართლა იუთუბერმა რომელსაც ძალიან შემთხვევით ვიცნობდი დაიწყეო და მეთქი okay let's go ძალიან რენდომად მეთქი დავა იუთუბერი ვარ და გავხდი იუთუბერი იქიდან ორ თვეში მაფიაში მივედი და ესე ვითარდება ჩემი დროის ხაზი მე ძირთად მუშაობდი ხოლმე 2011 წელიდან მუშაობდი ტელევიზიებთან და მაგასთან ასოცირებულ რაღაცებზე რა სულ გადაღებებზე და ეგეთ ამბებში ვიყავი ხოლმე და რაღაც ეტაპზე ტელევიზიიდან წამოვედი რა რაღაცის გამო ნუ არ აქვს მაგას არსებითი მნიშვნელობა და გადავწყვიტე რომ რაღაც საოფისე სამსახურის პონტი დამეწყო და დავიწყე კიდევაც ეს საოფისე სამსახური და საკმაოდ კარგი სამსახურიც იყო. რაღაც ეტაპზე სახლში ვზივარ, გეფიცები სახლში ვზივარ, ღამის 4 საათია დილის 9-ზე უნდა ვიყო სამსახურში თან. რატი მირეკავს ვიდეო კოლით? ოღონდ არ იცნობ რა. არ ვიცნობ რა, ნანახი მყავს რა თქმა უნდა, ვიცი ვინ არიან, რას აკეთებენ. მაგრამ ნუ არ ვიცნობ რა, ისიც არ ვიცი რომ თურმე ჩემი მეზობელია, არაფერი არ ვიცი. და უცებ რატი მირეკავს ღამის 4 საათზე, მძინარე ვარ თითქმის უპასუხე მეთქი, ო რატი? ის იქიდან ყვირის, რა საშვებით კარგო ხახრო. მეთქი, ვა, რა, შენაშვები. მე მძინავს თან, ვერც პასუხობ ნორმალურად და უცებ მესმის იქიდან ბოლოთას ხმ. მე და ბოლოთა ძალიან დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ და ერთად საქმეებს ვაკეთებდით ხოლმე და რატის უნდა და ვიღაცის დამატება და იმან ეტყობა ჩემი თავი ურჩია და რატი მითხრა რომ ჩემთან დაიწყეო რა მუშაობა.
მეთქი, რავი, ეხლა მუშაობ და აქედან სამერ წამოვალ, იქამდე ვერა, რო წამოვალ ბაზარი არ არის თქო. ვიდა წამოვალ თქო და პროსტა ეგრე გადავწყვიტე, რომ ერთად უფრო შემოსავლიანი ოფისის სამსახური დამეკიდებინო და პროსტა რატისთან გავჩითულიყავი YouTube-ის ამბავში, რომ ის ანუ სფეროს არ მინდოდა ძალიან მოშორებულიყავი ტელევიზიიდან რომ წამოვედი და მეთქი ბარეხამ იქნება კიდე ერთხელ ვცადოთ თქო რა და მობრუნდი და მე რავი რატისთან ვიყავი, მე ლენკასთან ვიყავი ხოლმე. ოღონდ აქ თემა ის არის, რომ რატისთან რეკომენდაცია გაუწია ვახომ. მე მგონია რომ საერთოდ გიორგის დროის ხაზი თუ როგორ მოხვდა YouTube-ზე იწყება იქიდან რომ გიორგემ ვახო გაიცნო. იმიტომ რომ ვახო გავიცანი 2009 თუ 10. ხო, აი ზუსტად. მაშინ ხო ვერ წარმოედგენდი ვახოს რომ იცნობ, უბრალოდ ეგ რომ მოგიყვანდა აქამდე. Which is crazy. იმიტომ რომ ვახო რომ არ არსებულიყო გიორგის ცხოვრებაში, გიორგი ახლა არ ვიცი, ალბათ საოფისე სამსახურს გადაყვებოდა და მე ვერ გამიცნობდა. როგორ იცხოვრებდი? ბედნიერად. როგორ? რანაირად? თუ არ მეწოდინებოდა ეს რეალობა რო იარსებებდა, რატო არ? მოკლედ ამ ერთიანების შემდეგ მე და გიორგი დაახლოებით პირველი ნახვიდან 2 თვეში დაახლოებით დავიწყეთ საერთო პროექტზე მუშაობა, რომელიც იყო ეს არქივი. ძალიან შვილივით ვფრთხილდებოდი, შვილივით გვიყვარდა. მაშინ უბრალოდ ვერ ვფიქრობდი, რომ ეს არქივი იყო ჩვენი და მე ვთვლიდი, რომ მხოლოდ გიორგისი იყო და მე მეგონა რომ სპონსორებთან უბრალოდ დავუყვებოდი და მაშინ ცოტა დებილი ბავშვიც ვიყავი. მე არ ვთვლიდი ეგრე, პრობლემა მანდისაა, რომ ლენკას თვითონ ქონდა ეგ შეტაბილება შექმნილი ფორსამ რიზონ. ხო, ზუსტად, ანუ გიორგი რომ მეუბნებოდა ხოლმე რომ ლენკა ეს არის ჩვენი არქივი, ჩვენი საქმე, ერთად ვაკეთებ. მე მეთქი არა გიორგი შენია მაინც რა და უბრალოდ აი როგორც შეყარებული ისე ვიდექი გვერდში. მე რომ მივხვდი რომ საკმაოდ დიდ დროს და ენერგიას ხარჯავდი იმაში რომ მე და გიორგის ვიდეოები გადაყვეღო. თავის შეყარებულის არქივი კარგი ყოფილიყო. მივხვდი რომ ჩემი შეყარებულის არქივი კი არ იყო, ჩვენი არქივი იყო. და ნუ ისე გამოვიდა რომ გაცნობიდან 2 თვეში მე და გიორგიმ დავიწყეთ ერთად მუშაობა. მე აიხსნა მაფიის სივრცე, სადაც გიორგი უბრალოდ მართლა მეხმარებოდა. აი, უბრალოდ მე რომ ყოველდღე მიწევდა ეგ სიარული, იმიტომ რომ საერთოდ არ ვიცოდით რა დრას ვეჭიდებოდით მაფიის ხალხმა და ყოველდღე ყველანი იქ ვიყავით, რომ რაღაცას მივხვდარიყავით. გიორგი უბრალოდ ჩემთან ერთად ატარებდა დროს და იმათთან მომყვებოდა. ისე გამოვიდა, რომ იმდენად ბევრი დრო გაატარა ჩვენთან ერთად, რომ მუშაობა დაიწყო მაფიის სივრცეში. და ისე დავითხო, რომ მაფიის პროექტიც დავიწყეთ და მანდაც ჩაერთო ჩვენთან ერთად საქმეში და მოკლედ სამი საქმე ქონდა ისეთი, რომელსაც მე და გიორგი ვაკეთებდით ერთად. ის იყო ძალიან დიდი კომფორტი ჩემთვის. ვაკეთებდით, სადაც არ უნდა გამეხედა, იყო გიორგი. გიორგი პირიქით იყო, უფრო დისკომფორტი იყო ჩემთვის. ხო, გიორგი თulis რომ ეს იყო ძალიან ცუდი. და ნუ ბოლო 5 თვეა ისე გამოვიდა რომ გიორგის ოცნება ასრულდა. ერთად აღარ მუშაობთ, მაგრამ უკვე ნამეტანი დაშორება იყო რა, მე ესე ვთვლიდი რომ ცოტა უფრო მეტ საქმეს საერთოს ვისურვებდი. საბოლოო ჯამში გამოვაცხოთ ეს პოდკასტები, რომლებიც არის ერთადერთი რაღაცა, რასაც ვაკეთებთ ერთად. მე ცალკე დამოუკიდებელი ცხოვრებით ვცხოვრობ, გიორგის აქვს თავისი დამოუკიდებელი საქმე, მაგრამ ის რომ რაღაცა საერთო პროექტზე გვემუშავა ძალიან მაკლდა. და ამიტომ ახლა წერამ პოდკასტს. საერთო საქმეზე კი არ უნდა გვემუშავა. ჩვენი საერთო საქმე რა იყო, მაგას უნდა ვიხვედრილიყავით და მაგას ვიხდა ლენკა პროსტ ცოტა გვიან რა. ანუ ეს არხი რო ცოტა უყურადღებოდ დავტოვეთ, ჩვენი ბრალი არის რა, რაღაცა კომუნიკაციის პრობლემა გქონდა. ბევრი საქმე რო გქონდა სხვა საქმეებზე, ამბებზე. მაგის გამო ვეღარ მივაქციეთ ამას ყურადღება და ამას ნომინალურად ვერ უყურებდით რა. აი პირველ იმაზე არ გვეყენა ეს შენც იცი ხა და მეც ეგრე ვიყავი. მე მგონია რომ ჩემი ბრალი არის რომ ეს არხი ბრალეულობები არ არის ბრალეულობები არის არასწორი. არა, თავს კი არ ვიდანაშაულებ. უბრალოდ ის ფორმატი რაც გქონდა, ის აქტივობები რომელსაც ვაკეთებდით, აღარ მომწონდა რა. აი ძალიან სწრაფად გავეზარდე როგორც პიროვნება და როგორც იუთუბერი და უკვე აღარ მაკმოყოფილებდა ის მაგალითად ყავების შეჯიბრება, რომელი ყავა ჯობია. რა თქმა უნდა, ძალიან კარგად მახსოვს ეგ პერიოდი და ძალიან მიხარია რომ ეგ ყველაფერი გავაკეთე. ყავის იმას დღემდე გადავიღებ. ჩემთვის საინტერესოა და მაგით. მე ჩემთვის აღარ იყო საინტერესო რა და ეგრე ძალიანაც აღარ მოვეპოტინე ამ არხს და უბრალოდ დავიკიდე რა სიმართლე რო გითხრათ და ახლა მე რომ ლაპარაკი ძალიან მიყვარს, მე რომ პოდკასტები ძალიან მიყვარს, ეგ მინდოდა რომ რაღაცნაირად გამომიყენებინა და მე თვითონაც მეკეთებინა და მოვედით აი ამ მომენტამდე. ხო, მაგრამ მან პრობლემა ის იყო რომ შენ რო აღარ აკეთებდი და აღარ აქცევდი ყურადღებას. მე რისი გაკეთებაც მინდოდა, მაგაზე მეუბნებოდი რომ ეგო არ უნდა გააკეთო. მაგას არ ვნანობ. იმიტომ რომ მე ვთვლი რომ გიორგის არხი არ გავაფუჭებინე. ხლაც როცა ამ ვიდეოს წერთ, არხი ჯერ არ გამისუფთავებია, მაგრამ ამ ორ დღეში მოვასუფთავებ. არ მოგცემ პაროლს. მე მგონია რომ არხს დავაორგანიზებ და იქნება უფრო ფრეში, სუფთა და საინტერესო. და რაღაცები მაქვს იდეები თავში რა, რის გაკეთებაც დიდი ხანია მინდოდა და უბრალოდ ვერასდროს ვერ ვაკეთებდი ხოლმე, რომ რაღაცა მარტო ვერ იზავ რა.
რაღაც კონკრეტული ისენია ვიდეოები არის, რომ მარტო ვერ გადაიღო, პროსტა ვერ გადაიღო. მაგისთვის სჭირდება და პადელნიკი და ეხლა პადელნიკი კი მყავს. არა, ამას ინტერესი არ აქვს იმ თემებზე, რაც მე მინდა მაინც რა. ანუ მე ძირითადად უფრო სპორტის ან ინტელექტის მხარეს იმაშვები ხოლმე და ის ინტელექტის მიმართ ინტერესი არ აქვს, თუდად არ გაიგოს უბრალოდ რაღაცა ეგეთი ქვიზები და ეგეთ რაღაცები არ ევასება ლენგას. მე მაგრამ ევასება. მინდა რომ რაღაცები დავიწყო მაგ ხრივ. თან ეხა ისე დამეთქვა, რომ დრო მაქვს. წინა კვირას ვიყავით მაძიებელში მე და გიორგი და 2 დღე ვიყავით YouTube-ის გადაღებებზე ერთად წყვილში, რამაც გამახსნა რომ რა კარგი დუო ვარ. ეს რაღაცები არ უნდა დაიკარგოს. მე ძალიან მიამაყება რომ მე ვიყავი ცალკე YouTuber-ი, ცალკე კონტენტ კრეატორი, ცალკე ინფლუენსერი და გიორგი იყო ცალკე კონტენტ კრეატორი და ინფლუენსერი და მე ვარ წყვილი, მე ვფიქრობ რომ ერთადერთი წყვილი ვარ სოციალურ ქსელებში, რომლებიც განა წყვილობის გამო გახდნენ YouTuber-ები. YouTuber-ობის გამო გახდნენ წყვილები. ცალკე ვიყავით. ცალკე ვარსებობდით და უბრალოდ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება გავაერთიანეთ და ახლა ვართ კარგი დუო. პოდკასტით მინდოდა მეთქვა თუ როგორ არის დაკავშირებული ყველა და ყველაფერი ერთმანეთთან. რაღაცები, რასაც აკეთებდით 5 წლის წინ და ვერ ხვდებოდით აზრს, მე დაერწმუნებული ვარ რომ 5 წლის შემდეგ რომ გადახედოთ თუ მაშინ რომ უაზრო რაღაცას აკეთებდით, ეგ რომ არ გექნათ, დღეს ამ შესაძლო რეალობაში ვერ იცხოვრებდით. ამ რეალობაშიც რომელშიც ახლა ცხოვრობთ, რაღაცებს რომ უაზრო დაკეთებთ, ან არ აკეთებთ, ის საწყისია რომ 5 წლის შემდეგ გადმოხედო და მიხვდე რომ აი მაგიტომ მოხდა თურმე ეს ყველაფერი. მე არ ვიცახი რომ, გიორგი არის ჩემი ბედისწერა, მაგას არ ვიცახი. მე ვიცახი რომ ყველაფერი რაც ვაკეთეთ ცხოვრებაში, გაუაზრებლად იყო ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ამ შესაძლო რეალობამდე მომიყვანდა და მე ეს შესაძლო რეალობა ძალიან მომწონს. და ბედისწერა თუ არ ვარ? იმიტომ რომ მე შეიძლება და სხვა ბევრი ნაბიჯი გადამედგა, რომელიც შენამდე არ მომიყვანდა, მაგრამ ხო, მაგრამ ხო ეგ გადადგა. რატომღაც ეგრე ქონდა დასწერილი. ხო, წაგი, კარგად. ბედისწერას ვეძახი იმას, რომ it was meant to be. meant to be. Okay, კარგი. ქართულად ილაპარაკე რა meant to be. ეგრე იყო ჩაფიქრებული, meant to be. ხო და ყველა ჩემი ნაბიჯი ცალკე და გიორგის ნაბიჯი ცალკე, რამდენი 1000 ნაბიჯი უნდა გადაგვედგა ცალკე ორივეს დამოუკიდებლად, რომ საბოლოო ჯამში მივსულიყავით იმ დღემდე, როცა ერთმანეთი გავიცანით, არის წარმოუდგენელი. რამდენი ადამიანი უნდა გაგვეცნო იმისთვის, რომ მივსულიყავით იმ დღემდე, არის, არ ვიცი, ძალიან ტვინს მიფეთქებს ეგ. და ხანახა რომ ფიქრობ ხოლმე რომ აი რა უაზრო ცხოვრობა ახლა და რა კარგი იყო მაგალითად ჩარშან. აზრებ ხოლმე რომ ის ყველაფერი რაც ახლა არ მომწონს, 2 წლის შემდეგ თუნდაც გავაანალიზებ რომ აი ეს ყველაფერი რაც შეიძლება ახლა არ მომწონს, საჭირო იყო. და აი ამ პერიოდმა მე მიყვანა იმ მომენტამდე, რომელშიც მაშინ ვიცხოვრებ. და ეს დროის ხაზის თეორიები, რომ ყველასთან არის დაკავშირებული, რომ ყველა ფაქტს ეჯაჭვება, არის ძალიან დიდი ტვინის ამაფეთქებელი რაღაც. და ხოდა ამ ხერულ ნოტაზე. არანაირ ხერულ ნოტაზე. ჩვენ გვჭირდება სასაუბრო თემები, რომელიც თქვენ უფრო მეტად გაინტერესებთ და ის რო არ გამოგვივიდეს რა, ანუ მარტო ჩვენ რაც გვაინტერესებს, მარტო მაგაზე რო არ ვისაუბროთ, ამისთვის გვინდა რომ თქვენ რაღაცა წეროთ იქ კომენტარი, ლინკი დაწერეთ რაღაცის. მივხვდებით დაახლოებით რა თემაზე რაღაც YouTube ლინკები დაწეროთ და გადავალ და ვნახო, გავარკვევ რა. მე მიწერია საკმაოდ ბევრი თემა ჩემს ტელეფონის ნოუთებში, რომლებზეც მე მინდა რომ ველაპარაკო, მაგრამ თქვენც მინდა გთხოვოთ რომ კომენტარებში დამეწეროთ ისეთი თემები, რომლებზეც თქვენ გინდათ რომ მე ვილაპარაკო და გიორგი მათ. ჩემსაც იმიტომ ვეძახი რომ პაროლია ჩემი მარტო. იდეა ჩემია რა და ძალიან შვილებით მიყვარს ეს და ამიტომ დაწერეთ თემები, რომლებზეც მე ვილაპარაკებ და ჩემი თანაწამყვანი გიორგიც ამყვება. ეს რადგან პირველი შემახსენებელი პოდკასტი არის რომ ვარსებობთ. ეს რადგან პირველი პოდკასტი იყო, მაგიტომ გადავწყვეტეთ რომ თემა ყოფილიყო არა ზოგადი, არამედ ჩვენთან დაკავშირებული. და გავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება და დაკომენტარება.